ქართული დეპუტატები უთოს საპარლამენტო ასამბლეაში დებატებისთვის ემზადებიან კანონმდებლები. ოსლოში უკვე გაემგზავრნენ სხდომაზე საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დევნილების დაბრუნებაზე და ჰუმანიტარული ღონისძიებების განხორციელებასთან დაკავშირებულ სპეციალურ რეზოლუციას განიხილავენ. უთოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებს რეზოლუციას უთოს სპეციალური წარმომადგენელი საქართველოში გორან ლენმარკერი წარუდგენს. კანონმდებლებს იმედი აქვთ, რომ საქართველოს პარტნიორი ქვეყნები წარმოადგენულ დოკუმენტს რუსეთის წინააღმდეგობის მიუხედავად მხარს მაინც დაუჭერენ. სესია მნიშვნელოვანია იმით, რომ მასზე სხვა საკითხებთან ერთად გამოტანილი იქნება რეზოლუციის პროექტი, რომელიც შეეხება საქართველოში ოკუპირებულ ტერიტორიებზე დევნილების დაბრუნებას. უთოს საპარლამენტო ასამბლეა რამოდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე საუბარი დისკუსია ჩვენ ევროპელ პარტნიორებთან, მათ შორის ეთნიკურ წმენდაზე, რომელიც მოხდა აფხაზეთის ცხინვალის რეგიონში და აგრეთვე ჩვენ ევროპელი მეგობრები ძალიან აქტიურად დააყენებენ საკითხს დევნილების დაბრუნების ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი სესიაა ჩვენთვის, იმიტომ რომ ეუთო საკმაოდ რთული ორგანიზაცია მკუთხედ, რომ რუსეთს აქვს გავლენა, მაგრამ ჩვენ ვიმედოვნებთ ამ სესიაზე მივიღებთ რეზოლუციას.